ნევ ეს დამის თქვენ ესია პატცემურება იმხელა ნერვული სტრესი მიიღო ნოდარმა ბილბაოს განადგურებით საკუთარ სტადიონზე ნუ მაინც რა გიხარია არა აბა ხა ხوار მოგესალმებით ლაილაის მაყურებელს მიესალმებით ჩვენი მორიგი ეპიზოდია უკვე და ჩვენ დიდი სიამოვნებით მასპინძლობთ დღეს ვიცი რა ყველას უნდა ილიას ლომენძის ნახვა ყველას უნდა ილიას ლომენძთან საუბარი და ყველა ურეკავს და ამბავი და მოახერხა მაინც მოვიდა ჩვენთან ილია სოფიოს ჩემპიონი მაგრამ ისე ადამიანი ჩემპიონი მას პირდაპირ ადამიანი ასევე მიყვარს ხოლმე თქვა ოღონდ ყველა სარვენები შემოქმედი იმიტომ რომ ინსტრუმენტი არ არსებობს ხო ეგ ვარქლობდეს რა ქვია რომ შევდივართ ხოლმე წეგან თქვა მაგარი რა YouTube-ზე რომ შედიხარ რომ ჩაწერ ჩემს სახელს და გვასწო საგდებსო გადაირია YouTube-ს რა უჭერს ახ ქუჩაში რა ხდებიან და შენ პიანინოზე რო უკრა ის არა ხარ მეთქი ოლიმპიური медаლი მაქვს ერთი დაუგარი რა აუ ისე წარმოვიდგენი ხა ოლიმპიური медаლი სოფიო ჩემპიონი რა ვიცი დაბადების დღეს ან სადმე რო ხარ და იქ რო გეუნებიან რა ერთი აი ის რო ვიცი რა ის მე მომეწონა ბელაჩაო ძალიან შენი ხო კი რა ბევრი ის არის ისეთი რაღაცა საყვარელი მელოდიები რაც უკრავ ხოლმე ერთ-ერთი ეგა შენი მე რაღაც მოსალმების გარეშე დავიწყე ლაბარაკი ფოტო ხო იყო ეგ მოსალმებაც არის და ყველაფერი არ მადლობა მოწვევისთვის რა და სპორტში გათვითცნობიერებული ხალხთან უფრო კომფორტულია ჩემთვის ინტერვიუ და ილია გილოცავ პირველ რიგში კი სოფლიოს მოგებას და ის კადრები რა ვიცი ევროპის მოგებას სოფლიო იქნება არაფერს არ ვიზახეთ ყველა რა ვიცოდი ჩვენი საწერის მეორე დღეს მიდის ილია შეკრებაზე და იქ ამბები იქნება და ლომიც ხო არ მეკავს ლაშას ლომი არა ის ზოოპარკში ის გუში ნახე იმხელა გაიზარდა და ის ზურა არ შეჭამოს ბიჭო გურიელიძე კომბინაციის ხოროს ამოწველი მაგიდაზე ვიცოლილი არის და ხო მოკლედ გილოცავ აქ ტიტულს თვითონ ჭიდაობას თავი დავანებოთ ძალიან მაგარია მაგრამ მე ის ქენი თვალწრებლიანი კადრები რაღაცა რა უკვე აი ნაღდი რა აი ხარ აი სიამაყის ცრემლი აი რა ცოტა ისეთი კითხვა სულელური ალბათ არა თქვენ რასაც ამოთ მაგრამ მე თქო ვიფიქრე რა ის მომენტი გავიხსენე რაღაცა ერთი მიზეზი არ ქონია რა იქ ყველაფერი მოგდის თავში ხო ხტები ხა დროშადის შენი დროშის ისტორია საქართველოს ისტორია იმ მომენტ შენი გულშემატკივრები ოჯახის წევრები ამ ყველაფერს როგორ უყურებენ და რა გინდა თუ არა ეს აი ზუსტად კიდევ ვერ გადმოცემ რა სიტყვებით რას გძნობ მაგრამ ერთი ორი მიზეზი მოვისმინე ვითომ ოლიმპიადის ის გაახსენდაო ფინალი და რა ეგ მიზეზი არ ყოფილა იმიტომ იდეა ხო ის იყო რა ეგ დროს რავი ხო ის სად უნდა გაგახსენდეს როცა სხვა სიმაღლეზე შეიძლება ის სხვა შორის შენ მალევე გასკენი რეაბილიტაცია კი არა ეთქო კაინერობის პატრონია ეს იმიტომ რომ ეგ წაგების მერე ხალხს იმაში სახში იკეთება და რა კი ბევრი ყოფილა მაგრამ შენ ძალიან კარგად რავი მე რო დავინახე მეც მომეხსნა ხვდები ის ნერვიულობა და ისა თორე მეც ვერ აღწერ ხა გულშემატკივრის ემოციას მაგ დროს როცა იქ ხდება რო უყურებ ეგ აი იგივე არის ჩათვალე რა როგორც თქვენ ნერვიულობა მე ემოციურად ხა იმ მომენტში აი წაგების მომენტი რო გავიაზრე იმ მომენტს ძალიან ფაქტიურად არ მახსოვს რა ისე ნერვიული მაგრამ შემდეგ უკვე გუჯეჯიან შემოვიდა რა და დამელაპარაკას და ასე როგორც შეგვეფერება გვეკადრება ისე უნდა მოიქცეთო ეხაო და სათანადოდ დადექიო და იმ წამსე გადავხარშე რა ყველაფერი ილია ბევრი გეტყოდა რა მაგრამ მე მომეც საშუალება უეჭველი უნდა გითხრა რომ მე შენაირი სწრაფი ფეხები არ მინახავს ოღონდ ჯიგრულად გეუნები წვეჭ აი ძიუდოს რაც უყურებ შენაირი სწრაფი ფეხები არ მინახავს და რაღაც მომენტში ახლა რო უყურებდი ევროპის ჩემპიონატს ფეხებზე უყურებ ხოლმე ბიჭო იმიტომ რომ მიიქცია ყურადღება არა ძირთად რა მაინც როგორ უყურებ შენ ეგენი ჩამოიწიე შესება ვისთავზი ხარ შეხედე ვითომ კუნთებს რო აცენ ჩამოიწიე მეღუტუნება რა მეღუტუნება არა ჩამოიწიე როგორ შეხედე შენ გაიხადე შეხედე ბიჭო არა მე ამას არ გავიხდი სანამ კი მეორე თამაშს არ გადაგახებ თავზე ბიჭო როგორ მინდა უბრალოდ მეორე თამაში აფეხებზე ახლა რა საკითხები სუხიშვილებს ხوار ცეკვა და თუ დაიწვი ხავს პირველი გამახსენდა აი რო გიყურე სუხიშვილებს შენ ცეკვავდი სოლისტიც იყავი ფეხებზე გამახსენდა ეგ რო კინო როკი ბალბოა რა სკაპ რო გადადის ხო იცი მაგრად რომ მოძრაობს ეგ აუცილებლად რა როკი ბალბოა ცვეჭი არა ძალიან კორექტული ისა რა შეფასება და ეს სასიგმოები შედის ხოლმე ან ძიუდოში
ფეხის ტექნიკა, რა ვიცი, 50-60% არის რა, იმიტომ რომ ძალიან მაგარია. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. რა ფეხით შეიძლება ხელის საერთოდ არ იხმარო, ფეხით ისე და რაც უნდა მეც რაღაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ და იმდენად ინსტინქტში მაქვს გადასული ეს ფეხით მოძრაობები, რომ შეიძლება არც ვიფიქრო, ისე გააკეთოს ორგანიზმი. თავიდან მაგაზე ქონდა ბავშვობიდანვე აქცენტი, რომ დაიწყე ძიუდო თუ მე ეგ პირადი მწვრთნელი არ გია ობოლაძე და ბავშვობიდან ნუ განსაკუთრებულ ვარჯიშებს რა წამოიწყე. შენ რა გაიმართე წელში? გია, ობოლაძე? ხო. გია. ობოლაძე წელი? რა გაგიკვირდა აბა ეხლა და მე რა ვართ ეს ობოლაძეები, რა ვართ? არა და ისეთ სპეციფიურ ვარჯიშებს მაკეთებინებ და ნუ რეზინით რაღაც იქ ბარიერი და მე შენ წარმოვიდი იქ ტყიბულში რაღაც რო არ იყო თითქოს ტექნოლოგიები ახალი რაღაც თანამედროვე წარმოვიდი მე რო ნაკრებს შემოვედა რაღაც უცხო იმას გავეცანი იქ დამხვდა ისეთ ვარჯიშები რასაც მე ვარჯიშებ და ჩემი ტრენერი ხო 10-11 წლის ასაკში რა და აღარ შედეგიც საგარაა შენ ვიმყოფებით შეგახსენეთ დაგვავის და სუაკა ვარ გაიგე და მაგიტო და ირად გავიწყდები ბილი ბერკის ირლანდიურ პაბში კოსტავას ნომერს ესამბოლს 77 სეტანტა სეტე და ასევე გვაქვს ძალიან მაღალი ხარისხის ყავა რომელსაც მე სიამოვნებდი მე მიყვარს ამის მე არ ვსო კოფი ჩემპიონი დავიწყო კოფი story რომელიც მდებარეობს ჩემო ბანში დიღმის მასივში ნაკრძალია დიღმის მასივი რო იცოდეთ ბუნებაა რა და ევგენი მიქელაძის 9 ნომერია და იქ არის და ასევე ფალიაშვილის 35 ნომერში შეგიძლიათ მეთქიდეთ. შენ არა ჯერ მე უნდა დავიწყე შენ გაბრაზებული ვარ შენზე. შენზე რატო ხარ მე გაგიტანებული ესქენი გაგაგდე და ასევე მინდა გითხრათ რომ Coffee Store-ს აქვს შორის ძალიან სწრაფი დისტრიბუცია. გამოიძახე დარეკა შეუკეთა ფუ ეგრევე შენთან. ო ეხლა რა მეგონა მე გავცინდი თითქოს აი დამიბერე ფუია რაღაც ხო რა ძალიან მაგარი იყო განწყობა რამე ფსიქოლოგიური არ ეკლია განწყობა იმიტომ რომ კაცი რა განწყობა ამათანი რა ხდება კაცენი არ მოყვებიან არაფერს არა სასაულები ალბათ რა კიდე რა წარბები გასწვიდა შენ ახლა ხომ ღერი ხარ კიდე გასწვიდა ყველაზე ყროყინა ვინ არის აი მე მაგალითად ფეხბურთის ნაკრებს რო უყურო ხომ სპეციალურად კაშიას უსმენ რა გურამა ღერი აძლორია გალობს არა ნუ სასაულია დაკურებული ვარ მარა ჯიგრი არა მარტო ქართველები ყველა კაცო ბევრ ქვეყანა მე აი გურამა განსაკუთრებული ვოკალია აა უნდა დავაკვირდე ვინ ღერის სიმს ყველაზე მაგარი ისე რა არის მე ეგ თემა რო გავიარო საქართველოს იმ ტონალობაში იმღერება ძალიან მაღლა რო იმის შესრულება ეხლა რაც უნდა მაგარი მოუღერალი იყო იქ ვერ დააჯენს ჩავიდა სიღრმეებში თუ არა რო იცის ვიღეროთ ჩემი ხარ აი სადღაც ეგ არის ხო ეგ ტონალობა მან ვინ ხედავ ესე რა ჩემი ხატია სამშობლო ესე რა ხო არა ეგრეა აი რა ხატერ ძელი ქვეყანა არა ეგრეა მართლა ეგრეა ვინ არის ყროყინა თქო ყროყინით რავი არა აი გაჩუმდის არეულები არა ის სიმღერა ყროყინა ყოხტამარო ყროყინა აუ მაგრამ მინდა კითხო იმაზე ეს შერეული გუნდი რო გაწყავს უკვე და რაღაც სხვანაირი გუნდურს ოდები ხომ ძალიან მაგრად რა ხო და აი ის იყო ვოყევი რა მანდ რა ხდება არა გუნდურში რა გუნდური აბა ეხა ინდივიდუალური გასაგება ხო ტაქტიკაც არის გააკეთოს რა იცი თავიდან ბიჭები ჭიდაობდნენ ხოლმე მარტო გუნდურს რა 5-5-ზე და მე 2017 წელს შეცვალეს რა და გააკეთეს მიქს თიმი რაღაცატომ ეხა არ ვიცი ამ გენდერული თანასწორობის ვარიანტში სამი გოგოა გუნდში ეხლა და სამი ბიჭი და ჩვენ მაგ დროს ეხლა მაშინ არ ყავდა ხო საერთოდ არ ყავდა რა და პირველი ეთერი იყო ხო რაღაცა თითქოს კი ის ვინც იყვნენ ახლა პირველი თაობაა პიონერი ეთერი ხო და ესე თქვა საერთოდ აღარ ქონდა ვითომ გუნდურის იმედი რომ აბა გოგოები არ ყავსო მაგრამ შემდეგ ისეთი ღონისძიებები გატარდა რა ფედერაციაში რომ შანსი კი არა ერთ-ერთი ახლა მოწინავე გუნდი ვართ ევროპაში ფაქტიურად მოგი ანუ 2017 წლამდე რა მარტო საფრანგეთს აქვს და ჩვენ მოგებული ეგ ჩემპიონატი გუნდი ანუ მიქს თიმი და გოგოებს აუჭებს არა იტალიას ძალიან მაგარი იყო და ანუ ჩვენც ისე გულშემატკივარი ადრე თუ ფიქრობდით რომ აი ბიჭები მა უნდა მოიგოს და ერთმა გოგომ იქნება მოიგოს ეხლა ფაქტიურად გოგოებმა მოგვაგებია ეხლა გოგოებმა მაგას ვიძახი არა სოფომ აი ერთ რაღაცაზე გავბრაზდი და უნდა თქვა ჩემი კოლეგები თქვა ეს რომ აი ეგ წონა არ უნდა მოვიდესო რა სოფო რო არ იყო აი ანუ სოფოს წონაზე თქვენ და ცუდად გამოვიდა სოფო გამოვიდა გააგაფრთხილებენ სოფო ალექსანდროეძა
რა უკრა ბიჭო ის არცელოდა წამ 5 მე-9 წამზე თუ რაღაცა ძალიან მაგარი გოგოა სოფო უნდა მოსულიყო საჩური და შეთან ერთად გვინდოდა რა ერთად რო ყოფილიყავი და მოწერა რომ რაღაცა ბოდიში ვიხარ და შენ შეიძლება არასწორად რაღაცები ვერ უთხარი არა მე მიხარო ის სანამ ან იქნებო არ მოვალო მე შენ და ილია მარტო თუ ვიქნებით კიო და ის კაცი რო არის გიჟიო აი ხა გინდა ვწდი მე დავრეკავ და მე როგორ შევთავაზე ბიჭო გაგიწდა ეს ისა პერანგი კუნთების ცოტა ჩამოიწ რატო ეს მიყოს მე ვუყუნება ეს არის აი ეს არის სუფთა კომპლექსის თემა რა გინდა რომ გამოაჩინო როდის გინახავს რომ მე სპორტულ აღნაგობაზე მეკამათო გადამიწევ რაღაც პრეტენზია მქონოდა რა პრეტენზიის მეტი რა აქვს ბიჭო რა საბარო როგორ კუნთებზე გადამიწევ ხელი დადები ხელს არა აბა რა გარყვნილი ხარ ბიჭო აი როგორ არერიდება გუში 3-0 მოიგე კიდე გადაწევა და კიდე შოპები მე რა მოვიგე ეხა თქვენთან გამბები იქნება ალბათ ბიჭო კუნთებზე იმაშვება ვარ და მეღუტუნება და მაგიტო ილია მოდი ბავშვი აი პატარა ასე გავიხსენოთ შენი ხო მოდი გინდა კითხებით პირველი კითხვა ერთი ეგეთი იყო ზუსტად როდის მივხვდი რომ ჯუდოში უნდა ყოფილიყავიო აი და მაგას მივაბა ზუსტად ის სკოლა რაღაცეები ბავშვებს თუ არ წვითავდი და რაღაცეები ეს შეწყვეტი შენ ხარ უზრდელი რატო შენ ხარ გარყვნილი შენ გაწიე ბიჭო გარყვნილი ხარ მიდი მოკლედ თქვი თორე სადაგა ხო ნუ ძიუდოს ახლა პატარავიდანვე ვარჯიშობდი რა არა მოგინდა რომ პრობლემა თუ შენ აი ხო პრობლემა შემიყვანეს მაგრამ იმენად პატარა ვიყავი რომ ეხლა უცებ გადამეწყვიტოს რომ შო ამ სპორტში კონდა სხვა სახეობაზე არჩევანი არ დაამთავრებია სახეობაზე არა მაგრამ ნუ იქ ფორტეპიანოზე დავდიოდი ცეკვაზე დავდიოდი საკმაოდ ბევრ წრეებს დავდიოდი რა მაგრამ უკვე 12-13 წლის ასაკში ეს პატარა შედეგი რო გავაკეთე მედლისკენ მოგავიგე წარმატებისკენ მოგავიგე თან მამა ჩემ მოწყობდა ხელს ამას ის პრემიერებსაც აწესებდა ხოლმე რა ხო ეგ მაგარი სტიმულია რა მე ნაგავსხრი და მაგაში მიხდი და მამა ჩემი ფულს და მივარჩია აი როგორ იყო პრემიები თავიდან რა ისე 7-8000 ევრო ძმა რა ლარი 2 ლარი 3 არა გეტყვი ლარი არისო ისე სანამ შეჯიბზე ლარი არისო ბიჭო ვარჯიშე SSR-ში კი არისო ვარჯიში ის ვარიანტში აკეთებდა ხოლმე ერთი თეთრზე იყო ერთი აჯიმანია რა ერთ აჯიმანიაზე ერთი თეთრი და მაქსიმუმ რამდენი აგიღე ერთჯერადად 50 რაღაც 100 აჯიმანია ლარს 50-ზე წიგებდი ხოლმე 50-ზე გაპაგამას გიშვებოდა გატყუებდა მეტი უნდა გადაიქცა არა შედეგიდან გამომდინარე თუ იმიჯელებს არ მატყუებდა აი კაი შედეგი ო არა ბიჭო აი ეს აწევი სხვა ჩვენ მე რატო გადამიხადე რომ მეუნებოდი აჯიმანია აუ ამის აწევი ნახე და აი არა საჭირო კაცი ხალ მიდის შეკრებაზე არ ჩაუ ო რა დაემართება არ ჩაუ თქვენი ლაპარაკეთ მე გიპოვე არ ჩაურთო რა მე ლეგენდა საინტერესო თემას შენი გასცემა გამოიწერე შენ არა გაქვს მეგონი გამოწერილი მე YouTube-ის არა და დარეგისტრირებული აი მაშინ არ გამოიწერო ისე უყურე და მე ილია სამი ოჩები აი მამიკო სტიმულ ბავშვობა ხო ხო და შეჯიბზე უკვე იმდენად თავიდან ცუდად დავიწყეთ მე და ჩემი ძმა ვიყავით ერთად რომ ერთ შეხვედრასაც ვერ ვიგებით ხოლმე 12-13 წლამდე რა და ერთ შეხვედრა მოიგეთ და აი 100 ლარსო ვიხდიო შო ერთ შეხვედრის მედალზე არა და მე რა თქვა მოვიგეთ ერთ შეხვედრა ეს მეგორი სპეციალურად აკეთები თქვენ რო კუშია ეწია იმას არ იგებთ არა ხო და ჯერ ერთი მე უკვე მედალი რო ვიღეთ უფრო გაიზარდა და მაგრამ მე რომ მიყვა რა და იმდენად ხშირად მე უკვე დაუწიეს იმას მე იტყო და ეხლა წადის სპონსორი იპოვე ან სახელმწიფო გადაგიხადოს მე თავი დავანები მე უკვე ოქროს მედალი სუკეთებს ბიჭო ეგრე ხარ მიყვებოდით და მე უკვე ნაკრებში და შევედი 15-16 წლის ასაკში და დაიწყო რა ჩემი კარიერული წინსვლა ესე ვთქვათ კაი და როგორი და 23 სულ რაღაც 23 წლის არის ჩვენ ილია და ჯერ სათხართ საფეხურები გაიარა და კიდევ გაიარა არის ხოლმე აი რო ესეთი კონტაქტური სპორტი ახლა ერთ-ერთია და ხშირად ბევრი წესარი ცავს რაღაცა გიფწკეს რაღაცა შეურაცხყოფას გაყენებს ხაშურის გიმატერაშვილის იმას უსმენ და გუშინ ინტერვიუს ისინი ცდილობდნენ რომ შეურაცხყოფები მოეყენებათ მაგრამ რუსული არ ვიცი და მაგრამ კიდიაო ხო აი რუსული არ ვიცი და მაგრამ კიდია რაღაცა ილია აი ჭიდაობის დროს ხო როგორ არის ეგ გამოსულხარ ყობიდან შენ რა არის იცი ხა ჩვენთან ეგეთი სიტუაცია არ არის რა არავის სპორტს ხა შეურაცხყოფს არ ვაყენებთ მაგრამ სხვებთან შედარებით არ ჩხუბით ძალიან ნაკლებად არ არის ჯუდოში არ არის ფაქტობრივად არ მოხდა ეგ ლაპარაკიც რაღაცა ესე პირადი დაპირისპირებებზე მეტად არის პროფესიონალური დაპირისპირება სპორტული რა და მეც იქიდან გამომდინარე ხა რომ იმდენად პროფესიონალურად ვარ განწყობილი შეხვედრას რო შევდივარ რაც არ უნდა მიქნას ეხლა თლად წითელი ხაზები თუ არ გადაკვეთა რაც შეუძლებელია ფაქტიურად იმაზე ვფიქრობ რაც უნდა გავაკეთო ანუ ჯუდოთან ფილოსოფია სხვანაირი არა ეხა იაპონური არსებითად რო დაუკვირდე ჯერ თავდაცვის არის ანუ თავდაცვის ხელოვნებაა და ფუნდამენტები რო აიღო ანუ წიგნიც არის სპეციალური ძიგარკოვის წაწერი მით შექმნა
ანუ მთლიანად პატივისცემაზე და ერთმანეთის ურთიერთგაგებაზეა რა შექმნილი. და მე ამ ყველაფერს მოარგეს ეს შეჯიბრებები და ისინი ესე ვთქვათ რა. თითებისე როგორ არ გტკივათ მე ერთხელ რომ მოვკიდე იმას კიმონოს ბიჭო. კი, ერთ-ერთი ყველაზე არც იხელოვანი მგონი ისეთია ეგ ხო ნაჭერი. კი, არა, კიმონო თუ გახიე. ხო რა. ეგრო იხეოდეს. არა, ძალიან უხარისხო თუ არის. იცი როგორ გამოვიდა. შენ მაგას არა. ცოტა ხანს ჩაიცვა შენ მაგას. მე და შენ ალექსა უნდა წაიყვანო შენ. უხარისხო თუ არის, ეხლა ბავშვობის დონეზე შეიძლება გაიხეს, მაგრამ ჩვენთან ეხლა სტანდარტები აქვს სპეციალური, რომელი უნდა ანუ რომელი ფირმები შეიძლება ჩაიცვა და ისინი სტანდარტებს ეხლა თუ არ აკმაყოფილებენ თუ ისეთ კიმონო დაამზადეს რომ იხევა, იმას არ დაუწევს. ხილები მე წესებზე რას იყი, რომელი წესი არ მოგწონს. ხო ცხრიან ხშირად რა. კი, ძალიან ხშირად. ეხლა ბოლოსაც შეცვალეს, მაგრამ ჩემი სტილიდან გამომდინარე მაწყობდა რა, ესე ვთქვათ, მაგალითად ერთი შეცვალეს, რომ ესე ვთქვათ, fake შესვლები რაც არის, რა თქმა ავიღე მე ჩავლება, მოვიმზადე და ის რო შესვლას აკეთებს, ამ ჩავლებიდან დასახწევად რა, იმას აფრთხილებენ და არა შენ არა და წარმოიდგინე როგორ იყო, რომ მოიმზადებდი კაცის რაღაც მოძრაობას გააკეთებდნენ რა და ეხლა პირიქით შეცვალეს რა. ვინც უკვირდებიან უკვე ვინც მართლა გდების გაკეთებას ცდილობს, იმას აძლევენ პრივილეგიას რა. მე კარგია თუ ობიექტურობა მოიმატებს, კარგია. კი, ეხლა მაინც რო დააკვირდე რა, ყველა წეს უმეტესობა არის ორმაგი სტანდარტით რა. სადაც რომ მანევრის საშუალება ქონდეს, სადზე უფრო მეტი რამეა დამოკიდებული, ვიდრე ზუსტ წესზე რა ხდები. ეგრეა ყველა სპორტში ვიცოდებ, სადაც ძალიან დიდი ძალოფლება აქვს. იცი რას არის დაკურებული, როგორ იკავებთ თავს, აი მიდის მაგარი ჭითა. აი საერთოდ რო ვერ ხშენი, აი საერთოდ არ ლაპარაკობთ, როგორ იკავებთ თავს? მე ახლა არა, რო თქვით რომ მე ლაპარაკ, მე მომენტები გამახსენდა, ეხლა რომ აი დაგდების მომენტში რაღაცა ავტომატურად ამოიყვირებს ხომ რაღაცა. ფაქან რაღაცა. და ისე რომ ეხლა გამიზნულად გელაპარაკებოდეს არა. არა, შენ თავთან ხო არა, აი ხა მაგალითად მე რო ამას ვეჭიდავი დარწმუნებული, მოდი ჩამოდი ქვემოთ, მოდი რა, მოდი ჩაიმუხლე. და ისეთ გარყვნილობებს მეტყვის ეს რა. გიჟი ბიჭო, ეს გიჟია, გიჟი არა, რა, ჭკვიანი ვარ ძალიან. ახაბრიშვილი უნდა რა ამას. აჰა, მაშანსი არა. ხო და მაგას გეუბნები, აი ხო ჭიდავ შენი. მოდი ეგ შე. აი ეს გამიზნულად არა, შეიძლება ვიზახკინეს. ხო რა და მე რო უყურებ ეხლა არ ჩანს რომ რაღაცები ზიდახ. როგორ იკავებთ თქო თავს აი საინტერესო. დიდ ბეჭებში მე ჩავაზი. იმაზე რა ქვია, ფეხბურთს უყურებ ხო ჩვენებს? თუ ჩვენებს ალბათ. კი, ჩვენებსაც და ზოგადად დიდი მოყვარული არ ვარ, აი რაღაცა ლიგებში და ჩემპიონატს არ უყურებ, მაგრამ არივე. ლამაზი ფეხბურთის ყურება მიყვარს, ლამაზი პასი, ლამაზი გოლის ყურება მიყვარს, რა და ჩვენებს რა თქმა უნდა გულშემატკივრად აკეთებს მაგას ლამაზად და კარგად ეს ილია სხვა სახეობიდან რომელს უყურებ ხოლმე. რამეს თამაშობ ისე? თამაშით ვაფშე საერთოდ ჩოგბურთსა რაღაცა. ყველაფერს თამაშობ, ჩოგბურთსაც თამაშობ, თუ უფრო ფეხბურთს თამაშობ ნაკრებში რა. რომელ ნაკრებს ანირებთ, ჰა? არა, ჩვენთან საქართველოს ფეხბურთს თამაშობთ? აუ ამათთან თამაში რა კაი იქნება. ჩვენთან ჩემპიონატმა ითამაშა ფეხბურთი. ხო, ეგრე არის რა და ну, თამაშობთ ხოლმე. რა კაია ფეხებში. სისტრაფისთვის იმის არა, ძალიანაც არა. თუშა თამაშობს? თუშა კარგად თამაშობს ფეხბურთს. ყველაზე მაგრად თამაშობს თუშა ფეხბურთს რა, ჩემი აზრით. მე მგონი დადიოდა კიდევაც. თუშა თამაშობდა კი თუშა, მაგრამ თან ისე შენ მაგას ივიკოს მაგას პერსონალურად ვცნელი. სწრაფი ხარ რა ფეხები რამე. იქ საინტერესო იქ როგორ გადაიტან ტატამის მერე რა. ამ ფეხებზე რაღაც გართულება აქვს ამას თუ. ფეხი გადასება ფეხებზე ლაპარაკობს ჩემი და ჩვენი სპორტი ფეხებზია, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე. შენი სპორტი ენაზია. შენი სპორტი არის ენა. ხარება და გოგიაში ვისი თამაშებდიო? თუ ამ მოჭრა. აჩუნდი, ხარება და გოგიაში ვისი თამაშ მაგარი კითხო. რა ვიცი რა. აბრაგები კი იყვნენ, მაგრამ ვინმე გადარჩენილი თქვი ბიჭო. მაშინ მე ვიტყვი რომელი როლი მოუხდებოდა. აბა? წინანდლელები რო არიან, ძმები. ზალიკა და ჟორჯიკა. ზალიკა, კოლელიშვილი რო თამაშობს. ვაფშე ხარება. ხარება, ხო დინჯი ხარ და ხარება. აი ის იქნებოდა გოგია. აი როგორი გოგია? აბა დაგაჭი და მოგეტყნა, გამდი ვიღაცას ეთყოდა. სეგვდილის ბუჟზე, ესა გეტყოდი გოგიაზე ლექს, მაგრამ მიდი, გადაწარმებული გამო. ენას ატრიალებ და გარყვნილობებს თესავა. გითხრა? მიდი, აბა. არა, მსხვენია. ამაზე შეჯიბრის დღეს რას ჭამ? ისე თუ დაგირღვევია რეჟიმიო. რა ვიცი, ყავა ვერ დავალევინე. მეჭვება რეჟიმი. შეჯიბრის დღეს ახლა დიდათ რომ არა, ისე მართლა რა შენ გასტრონომიული მოთხოვნილებას ფიქრობდი? არა რა, ესე გემოს ვარიანტი. ჭამ ძირითადად რაც რთული ნახშირწყალი რა, ბრინჯი, მაკარონი რა. ეს იქ არის შეჯიბრებზე ხო არის? ხო, სამზარია. კი, ну, ყველაზე კარგ შემთხვევაში გემრიელია ხოლმე სასტუმროს ყובה უნდა იყოს სათანადო რა. სათანადო არის ხოლმე, მაგრამ ხან გემრიელია, ხან მე ხოსება საუზმე. საუზმე, ხო, ყველაფერი რა და
როგორ აიცი, ხო იკლებ წონას ახლა 3-4 დღით ადრე და ყველაფერი მონატრებული გაქვს ძირითადად და დაიწყებ მაგალითად წინა დღის 5 საათიდან და 3-4 ჯერ ჭამ წინა დღეს. და მე დილას რო ადგები, მე ძირითადად ახლა ბრინჯს ჭამ ხოლმე და ტკბილის რამეს ენერგიისთვის და და ის დაგირღვევიო ხილავს და რაღაცებს აწვევია. დაგირღვევი ახლა როგორ აიცი, ჩვენ იმ მასშტაბით ვარჯიშობთ, ახლა დღეში 5-6 საათი რო ვარჯიშობ, ანუ რაც არ უნდა ჭამო რა, ხო ხვდები, რომ ვერაფერი ვერ დაგირღვეს. ბევრი რამე რა, ქართული სამზარეულო, ხინკალი ძალიან მიყვარს. კი, ჩაკაფული ძალიან მიყვარს. ხაშლაბა მიყვარს. ფასტ ფუდებიც მიყვარს სხვათა შორის, რავი, ყველაფერი ბურგერები ხო. მე მევასება მარილს აი ეს. მე სხვათა შორის რავი, სპონსორია ჩემი, შეიძლება თქვა თუ. კი, იქნება ვერ ჩვენთანაც წამოვიდი. ვინა შეიძლება კრაფტ ფუდი. კრაფტუდან ახლა ვაკ ზუსტად ვერ საუბარი რაღაცებზე და ძალიან კარგია. მეტი დაურეკე. აჩუდი ეს გიგია. ხო და რავი რა. მედესი დიდი მოკითხვა მართა, ჩემი სპონსორია, ჩემი მეგობარია და გვერდში მიდგანან რა. კრაფტუ ძალიან საინტერესო თემაა სხვათა შორის. ამ ადამიანებსაც რა ვიცი. ძალიან კარგი. გაუმეგობრდებით ჩემთვისაც. შეგიძლია ახლა ზუსტად რაღაცა თემები გვაქვს, ვედაროდას დავგვირეკეთ ჩვენ რაღაცებს და გავდივართ ახლა რაღაცებს და მე მივედივარ რომ ჩვენ დავმეგობრდებით და ნებისმიერ შემთხვევაში კარგი ის არის, კარგი ალტერნატივაა რა. როგორი კონტრაქტი მაქვს, ერთია რომ ანაზღაურება და ერთია ულიმიტო. აჰა, ოჰო. წამოხედნე თუ მიგოსო. აუ, ბავშვია დავაბანელოთ ერთი. აჰა, ეს კაი კითხვა მეც მაინტერესებდა სხვა შორის. მე უნდა მეკითხა იძინებ თუ არა რაღაც, მაგრამ უყურე რას უსმენ შეჯიბრის წინო. გულსასმენები გექნება ახლა ყველას გაკეთე. გულსასმენები მაქვს, მაგრამ ხშირად დავუსვამთ ეს კითხვა და მე არაფერს არ უსმენ რა, იმიტომ რომ როგორ აიცი? თქვათ ხურდები შეჯიბრის პროცესი რო დაიწყება, იკეთებს ნაუშნიკებს ზოგი, მაგრამ მე რამდენჯერაც მოვსინჯე ის мотиваცია რაც მოსმენის დროს მაქვს რა. ეგრევე იკარგება როგორც ის მომენტები და რო იხსნი ხო და ვარჯიშის დროს უსმენ ხოლმე სამოტივაციო მუსიკებს ძირითადად რა ნუ მანამდე პერიოდში რა სირბილის დროს განგაზკაჩავის დროს რა ვარჯიშის დროს ბაზარი არ არის ხო შუაიმში ხო რა არა უსმენენ და მუღამის თემაც არის ხო მაგრამ მე ესე ხო ხვდები რა ესე უფრო მეკომფორტული აი მე მაგალითად ბილიგზე სირბილი თქვა თანხილამური არის თუ არ ჩავრთე რამე და არ უყურე ძალიან არა ზოგადად კლუბები ნახე რა და აი კარგი სიმღერა სამოტივაციო მუსიკები 10-20% აუნჯობესებს რა პროდუქტიულობას ვარჯიშში, მაგრამ აი შეჯიბრზე საერთოდ სხვა თემაა ხო ხარ. აი ცი რა მაინტერესებს? აი ეს სიმღერა მოგცემდა мотиваციას. ნაუნი ამაზე გადავთ სერიოზულად მოუყურებ ეხლა. ძალიან საშინელი სიმღერა, სტადიონზე ვარიანტია რა ვიცი. სტადიონზე თავი ისეთი ცუდი. ბელა ჩაო, ბელა ჩაო, ბელა ჩაო. არა, მაგითაც мотиваცია რა. ნახე ეგრევე დაიწყო ეგრევე. ბევრისგან მომისმენი ესე ვასებათ რა ქვია. და რეკვიემი ნახე როგორ ავაწყი ვიღაცა მაურია დაერხა ვიღაცას და აი ეგ არის რა რეკვიემი ევასება ბევრს შენ გევასებად იმავე რეკვიემი თუ რას უსმენ სირბილის დროს ბილიკზე ბილიკზე რა უნდა და მანჩესტერს ამ გათახსირებულს რა დღეს ჩააგდო ბიჭი ოცნებების თეატრი გადაიქცევა იმათ რა ქვია ნეტარია ხო იცი 13 წააგო სახში და კიდე რაღაცა კამბექებს და რაღაც სისულელებს იძახს არ ვიცახ იქნებ რაღაც მოხდეს იქნება მაგალიერმა ერთი ჩაჭრას ერთმანეს რაღაცა პრანკებს უტარებთ ხოლმე ეხადავებით ერთმანეს კი რა დამალვები შეშ ვინმე გაბრაზებულა ა ვინმე გაბრაზებულა არ ძირითადად ეხა ესე რაღაცა კაი ხალხი ჩანს არც ფრაზდებია არ მე დაღურავ ყველას ვერ ჩამოეტოებოდია შეკრული გუნდი ვართ აი ესე უნდა მოურიო ყავს რომელ ესე რა გეთებენ დილა ესე და რომელი ქართველი ჯუდოისტი რომელი ქართული სიმღერაა თუშა მაგალითად აცადე თვითონ იტყვის არა ვკითხოთ ჩვენ და იტყვის რა არ მფიქრია მაგაზე რა თუშა ალბათ ძირითადად ყველა ხალხური სიმღერა იქნება რაღაც ეს სამოტივაციო ქართველი ხერხმასია ლაშქრული რაღაც თუშური სარდალა თუშური სარდალა ანუ კაი ანიმაციიდან მოუხდებოდა მაგას საყვარელია. სარდალა ის იქნება. აქაც მე. აბა ბიჭო აი აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ. სტრაფია ხ მართლა ყველგანა. სარდალ, აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ. ბეკაური? ბეკაური იქნებოდა ბეკაური იქნებოდა სამასი არაგველის. ლომებზე მონადირე. არა, სამასი არაგველის. სამასი არაგველი. საინტერესოა. შენ? არა, მე კლასიკური იქნებოდი ალბათ. შენ იცი რომელი იქნებოდი? დილა, შენ იცი რომელი იქნებოდი? ყველაზე მარტივი. შეგაკე. ცოდვა დაიდო ამაში. ტიპიკა დეგრადირებულია კიდე. ოლტრაფორდზე. აი, ნოდარას ასიმღერა მოხდება.
მე გეხოცები თქვი არ მოგერიდოს. ნახე როგორ უყურებს სახელში ერთად. და მე ესეთი ენერგიული რა, ალბათ ენერგიული ბევრია, კაცო. ხოდა ყველა ერთად შეკრა და გაუშვა. ნოდარას მოუხდება დახკარი დავთაფე. შენ გითხარი უკვე რაც მოგიხდებოდა, აი გაი ტონ 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 ტონ. აი გავიგე, ბიჭო, ის რატო აღარ დაგაგის რაღაც როგორ დავსტარტვე და რაღაც პატარა იმას. ბაგარიკიანი რა და ორ ნოს დააჭედა და გურღავდა ტვინს. კიდე ერთი კითხვა, ორი კითხვა დავშავ, მე გამაგზოთ. და მოიზადოთ ვერ თამაშისთვის. მაგას მე უწყვეტ შენ გააგზელე. ვა. ნუ ერე. ებულის მეშახტის თამაში თუ გინახავს და ეხა თუ გულშემატკივრობო. კი, როგორ ძალიან გულშემატკივრობ და ხშირადაც როცა მომიხერხდება, ჩავდივარ ხოლმე და გულშემატკივრობ რა. თვითონ სტადიონზედაც იმხელა მოგონე მაკავშირებს, სადაც თამაშობენ ხოლმე, ეხა 11 წლიდან დილიშვიცაც წარმოვიდგინე, დავდიოდი და დავრბოდი რა. რა ვიცი ერთი 1000 ჯერ მექნება მაინც რა შემორტყმული და თამაშობთ მაქინდან ვერ მეცხო იცი? ტყიბულიდან? ხო, ეხა ობოლოს ხო გავდოს. ხრესილიდან არის ჩემი წვნელიც რა. მერე ჩადიხარ? ერთხელ მაინც. ფანტასურეს არა, ხო და ძალიან მითხრეს ადრე რომ ჩამოდიო. ორიანი. ესაო და ვერ არა, ვერ მო. ხა გააკეთეს ხო? კი. მაგარი წამო სტუდია იქ გავა. წამო წავიდეთ ერთხელ. წავედ. ფუკას აბრალებს წამოდი ხარ მე. აუ წამოდი რა იქ ჩავწერე. სტუდია იქ გავაკეთოთ თებთან აი რაღაც მე ის გითხრა ეხა? წამო რა გავაკეთოთ. სიმღერის მასწავლებელი იქნებოდიო. სიმღერის არა, მაგრამ ინსტრუმენტებს ვასწავლებ ბიჭებს. არა, ნერვები გააქვს რო ასწავლო? აი ხო და მაგას არა, усвоено ტიპს აი ასწავლი? მაგას დაკვირვებული ვარ ჩემ თავზე და აი შემიძლია რომ თვითონ პროცესში რა, აი ხო იცი რა რთული პროცესია არ გამოდის 1000 ჯერმაც ადოს და შემიძლია რომ დაუჯდე და სანამ არ გამოვა გავაკეთებინო რა. შენ ნერვები ხო არა, ამას ნერვები. აუ ისე 1-20 წელი რო გავა მე და კარებს რო აკაკურებ მუსიკის რაღაც განცხადებას რო წაიკითხავ. ვასწავლი მოგზადებ გიტარა. გიტარას და რო აკაკურებ და რო გიღებ კარებს შედიხარ კი. ეს რო დაამთავრებს კარიერას 20 წლის მერე. ეგეთი განცხადება კი არ იქნება. ოლიმპიური სოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ასლამანიძე მომზადებს გიტარაში. გავიქცევი ხო რა და ეს გიტარები იქნება ხო დაუკვირდი ასე ლაპარაკობ შემისა ძინა. და შენს გეტყვი თუ გინდა რა ეწერება. აბა რა ეწერება? რა ეწერება ხა ის არ თქო მე რო არ მევასება. რა ეწერება? ო და ის შენაც არ გევასება. მანქანებს რო აჩერებ ხოლმე? სამი საუკეთესო ქართველი სპორტსმენი დაასახელოს. რთული. ცოტა რთულია ეგეთ რაღაცები, მაგრამ თქვი შენს რა გენაღლება. რა ის საუკეთესოში ახლა რა კრიტერიუმით უნდა წარმატებით. შენ არა თქვი თუ გინდა რა ვიცი. ხო რა ვიცი თუ გინდა სულ რა. ეხლა მე თუ მკითხავ იმას შეიძლება ძველი ის თქვა ვიღაცა. კაი მოდი დღევანდელით. იმდენი ოლიმპიური ჩემპიონი ყავს, იმდენი სოფლიო ჩემპიონი ყავს, იმდენი კაი ფეხბურთელი, იმდენი. თუ გინდა დავამატოთ და 5 თქვი რა ვიცი, თუ 3 რთული. კაი მაშ ყველა სპორტი დავთქვათ 2-2. მიდი, რამდენი გინდა იმდენი თქვი. როა ვიღოთ ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, ყველაზე წარმატებული და ლაშა შავდათუაშვილი კიდე ერთადერთი სპორტსმენია. კი. ძიუდოისტი, ვისაც ევროპა, სოფლიო და ოლიმპიადა აქვს მოგებული 3-ვე რა. მაგალითად ლაშა უფრო დიდი მედალი აქვს 2 ოქრო, მაგრამ სოფლიო არ აქვს მაგალითად ლაშას. ეგეთი მიღწევა, ხო? ანუ სოფლიო არ აქვს რა. მედი ახლა იქნება. კი. წარმატებები ევროპის სოფლიოები გვექნება. შავდათ ლაშები რა, შავდათუაშვილი ესა. კი ბატონო, აი დააკმაყოფილა თქვენი შემდეგი დაგვიწერეთ კომენტარებში. კი, შემდეგი რა ფეხბურთი ყარაცხელია ხვიჩამ. კვარა შერია. ვიკითხოთ. ხვიჩა და დავითაშვილი კიდე რა. დურვა, ზურიკო. აი ზურიკო, გუშინ დამაჟო ბალობს, მაგრამ ისეთ გუჩია და ის რაღაც ისეთ ხასიათი აქვს თამაშის დროს რა რაღაცა. კი, ბიჭო, მაგდი ფეხბურთელი გროკი. თან ის არის, ბიჭო. ის ვიდეო ნახე, კიმონოს რო იწმევს რა. სარდალას გავდა რაღაცით რო ჩაიწვა, ტანიდაც ეგეთია და საყვარელია რა. მაგრა გავდა სარდალას. კალათბურთი? კალათბურთი რა ფაჩულია რა თქმა უნდა. ეხლა მეაგლიჯა რა. დინა და ვითაძე ალბათ რა, ყველაზე მეტად ეგ ვიცი. გოგა. გოგა ვითაძე. ხო, გოგა ეს თორნიკე, რავი, ბევრია რა, ძნელია. რაგბი, გორგოზე. ხო. მამუკა. გორგოზე და ნინიაშვილი კიდე. ნინიაშვილი. აი, გორგოზე ხა მე თქვა, შეიძლება სხვა თქვა. არა, გორგოზე ხალხობდა პირველ. არა, ძალიან ყავდა და ძალიან კაი იყო. ინტერნეტში ადრეუკვირდებოდ გორგოზის ჩხუბებს უფრო მეტი ნახვა. ვიდრე თამაში. შენ ეგრე არ უყავი, როგორც მე პიანინო უფრო არის ვიდრე ისა. შედიხარ. მორჩა ხო? ამოიწურა. ამოიწურა ხო? მერე? კაი, ეხლა ვითხარი, შებიჭო, აი, თვები ნახეთ. აფუდა. იცი რატო? რადიოს დაიყენეთები? იცი რატო აფუდა? კინო გიყვარს?
კი, საკმაოდ. ეს სკვიზები რო არის. უფრო წიგნი მიყვარს, მაგრამ კინოსაც აი კარგ ფილმს, კარგ კადრებს, აი ლამაზ კადრებს უფრო უყურებ ხოლმე რა, როგორც ფეხბურთში, ახლა მართალია დიდი ის არა ვარ, მაგრამ ლამაზი სანახაობა რა. ქართული ფილმები. აი, ქართული ფილმებიც ტარანტინო მომწონს, კადრებიდან გამომდინარე, ნუ რაზეც იღებს და არ არის ნორმალური რა. ხო. იცნობ რომ ამბო, სკორსეზე კიდე ბავშვი. მომთხოვს თუ რა არის, მაგრამ სკორსეზე კი ბატონო. სკორსეზე ხო ბავშვობიდან ახლა მაინც ვესტერნი. რა კითხით აი რას კითხულობ ხარ? კითხვის რა ბევრს კითხულობ. არა ეხა აი ბოლოს ნუ შეჯიბრებას ძირითადად დუმბაძე დამაკ ხოლმე, ნოდარ დუმბაძე ძალიან მიყვარს და ისეთი შვიდი და ესე თქო ჩემთან ახლოს არის რა ეს წერალი, რომ ძალიან მომშვიდებს შეჯიბრზე და მეხმარება რა. კეთილია ძალიან. ხო და ისა ხო ჩაგრა აი არ ამგონი კიდე სხვებს კი სხვები და მაგას რა კითხვა სხვათა შორის არის ეგ ტენდენცია ჩვენთანაც რა შემოვიდა ეგეთი არა მე უფრო სხვა მასშტაბით ვკითხო მე და ალა გუჯეჯიანს რო დაუშლია რა თვალებ დაწითლებები მომისულა ვარჯიშა ხამის 3 საათამდე 4 საათამდე გაჩერდიო რა ხო არა ეგ ხო ეხლა ეგეთ რაღაცა ის ამაქვს ხო ბავშვობიდან შემიყვარდა რა სადაც კითხვაზე თვალების დაწითლება და ამბებია ხა კომპიუტერულ თამაშებიც გეგზავნება ალბათ ეგეთ დროს ნუ კომპიუტერ თამაშებიც გვიყვარს ამეც ბავშვობიდან კომპიუტერ თამაშებსაც ვითვარიც მე ვასებო კი სახში PlayStation რაღაც თამაშები ყველა რას თამაშობ ხოლმე რა ძირითადად ფეხბურთს თამაშობთ ხოლმე რა იმიტომ რომ აზარტის თემა არის და კიდე UFC-ს და ეგეთ რაღაცა არის რა უნდა კითხო ის ბავშვობას წელს ვინდა დაუბრუნდე აი ესეთი მუსიკალური განათლება ციხებდი წიგნები ოჯახი ხო არ იყო წინააღმდეგ ვერ ვიტყვი მაგრამ აი როგორ აი პროფესიონალურ ჯუდოში წასვლა ხო ხდები ხო რაღაცა ეტაპი დგება რომ უკვე მე მაგ ისტორიას მოგიყვებით ხო და მე და ჩემი ძმა ვიყავით და ცეკვაში დავდიოდით და ცეკვაში ისე ხდებოდა რომ აქ თუ შეჯიბრია იქ კონცერტებს ვატა გამოდიოდით რა და კაგრასის პერიოდია რომ არაა გადაწყვეტილი რა თლად ჯუდოში დარჩენა რა ან ცეკვაში დარჩენა და დაემთხვა ისე რომ შეჯიბრი არის ბოლნისში ჯუდოში და ის კონცერტი არის ზესტაფონში რა და როგორ მახსოვს წინაღამია და მოვიდა გიამასწავლებელი და აბაო რას ვიზამთო რა საერთოდ დაგაყენა შუაში და საერთოდ არა მე და ჩემი ძმა ვართ რა აქ ხო და საერთოდ მიდიხართ ხო და რას ვიზამთო და ისე გადაწყვეტა საბოლოოდ რომ ჩემი ძმა წავიდა ბოლნისში შეჯიბრებას და მე წავედი ცეკვაზე რა ზესტაფონში ხო ეგაა და მეც ახლა დიდი ის კი არა მაქვს რომ რაღაც გული მწყდება რა აქაც ძალიან მაგრად ვერთობი რა ერთი სიტყვით და დარეკეს კონცერტს მერე ჩვენ ჩავატარეთ რაღაცა კარგად ჩავატარეთ და ავტობუსში დარეკეს რომ მოდიო შაკომო რა ბოლნისში ოქრო მოიგო და ყველა მტაში დაუკრათო ავტობუსშიო და დაუკრეს და აუ მე ჩემი მეც მინდა ტაში და მეორე დღესვე გამომედი ცეკვიდან და დავიწყეთ კარგად ანუ კიდე კაი შაკო მოიგო ოქრო ხო ეგრე არ მოხდარიყო შეიძლება დღეს ყოფილიყო ისა რა ვიცი და შეიძლება არა 23 წლის მასწავლებელი შეიძლება ცეკვაშიც ასეთივე პელე ყოფილიყავი ხო ნუ მაგრამ მამა ჩემმა ძალიან დიდი როლი ითამაშა რა ხო არა ოჯახის შეწყობა ეგეთ დრო ძალიან თავარი რა ისე სკოლაში აწყვიტავებდი ხოლმე ეგეთი კითხვა აი ნოდარ დასაუწყეს შენა ეს გამოვიდა აი არა სხვათა შორის რა ძალიან კაი კლასი მყავდა და ჩავყლაპე ეგ და მე უნდა ვიბერტყვა ის მაგრამ უნდა ვიბერტყვა რა შეკრულები ვიყავით რა რაღაცა არასოდეს დამჭირვებია ჩემი ძალის დემონსტრირება რა ისე აი აჩხუბი არ იჩხუბე საერთოდ ასე იჩხუბე შენ რომ იმას ეჩხუბო ბიჭო არ შეიძლება ერთი ძიუდოს ფილოსოფია თავდაცვალად მოკლედ დავიწყო არა იცი რა არის ხომ ეს არა გაერიდები ხომ ანუ ხო იქნებოდა მართალი აი ბავშვობაში ხა მართალი უფრო ბავშვობაში ხშირად მიჩხუბია რა მაგრამ ხო აი ბავშვურ რაღაცაა მაგრამ ბიჭო იტყვის რა თუ გოგოს გამოიყო იმის გამოიყო ამის იტყვის რა და ნუ იცი ეს რაღაცა რა ჩვეო ხო და ეხლა რაც ჩამოყალიბდი და აზრი ჩამოიყალიბდა და რაღაც არც მქონია ეგეთ სიტუაცია რომ რაღაც დამდგარიყოს ეგ საკითხი მაგრამ ეგ არის თქმა უძლიერი ადამიანები და მაღალი დონის სპორტსმენები ყოველთვის არიან ღირსეულები და მაგიტომაც ვარ ღირსეული თუ აქამდე ეგ წარბები აღარ გექნებოდა შენ აი ბეჭებს ჩაზილება მოდი ერთსა ვიჭიდაოთ აქ არის მეთკინება წები აი იცის უკვე რომ დაეხეთქება და მეთკინებაო ვიჭო აი გამოვა მეთკინება უნდა ორი გეთკინებას ვერ იტყოდა ეშინი მე შენ რო წახვალ ეშინი ეხა შენი იმედი აქვს ეხა ვაპირებთ ორ რაღაცას ერთი უნდა ვიჭიდოთ გადი ბიჭო ეს ხუთი უნდა ავიღო ხა არ გეძინა ორი რაღაცა მაქვს ამასთან გასაკეთებელი
ნუ UFC-ს არ ვეჩხუბები, იმიტომ რომ ხელთათმანები ჯობია რომ ურა, კაი, ორი მივეცი. მეგონიათია რა. ორი ორი ხარა? ორ დაგინდე შეანგე. ორი რაღაცა მაქვს. ერთი უნდა ვეჭიდაო და ალექსი უნდა წაიყვანოს ჩვენი რეპორტაჟი, ოცნება მაქვს. დაგუწერეთ კომენტარებში თუ მოგწონთ ეს იდეა. მე ხო ჩვენ ნაჭრევი მაქვს, ბავშვობაში დავთხომ. ალექსასთან? ეზოში ჯუდოისტები ყავენ. ალექსასთან? ალექსასთან არა, იმასთან ბაბუაშენთან შეჭება რა, ალექსასთან მაქვს რა. თანატოლები ხართ, რა ვიცი ხა. ალექსას რატო უნდა ვეჭიდაო შეთავი ხო? ადრე ვეჭიდაო, უბრალოდ ჩემპიონია 9 გზის რა. ჭიდაოდი თუ ადრე ჯუდოისტებთან უნდა იყო და კიდე და ხელთათმანებით 1 წუთი უნდა დავიყენო რინგზე რა. და მე ხა გიყურებ ესე არა, ვიყურებ არა და რა სიზა მაინ მამდიდრებს მოვხსენ, აი, რომ წამოვა. მაგრამ უნდა გბეთქო, როგორ მინდა, ეგ ნაივი უნდა. ძალიან გთხოვ, რა. მთელი ძალით ის კიდე აიწია რა გვაშინეს. მოაჭიმნე კუნთი და ხელი კიდე პროს. მე რა, ვაღიარებ, მე არ ვარ ჯიშობ სამწუხაროდ. არა, აი პრივილეგია კაც. სამწუხაროდ არა, ბიჭო, რაღაცა ხო, რაღაცა ნივთი რო აწიო პური იყიდო კარაქი აიტანო. სახში რაღაცა. შენ თუ ვარჯიშობ, მე რას მიშავებ, ჰა? ეს თვალია თუ რატის ბიჭო მოაწევინეთ რა მე თუ რა გადებილებულია ატლეტიკოს აჰა მოგინე არა ხე იმას უთხარშიო რომ მაგარი კუთი აქვს ხო ამას მოაყვები ესთან მოჭერის გარეშე ისე იყო და რომელი ფართლა აი დაუშვე დავაფეთიანებ ერთი მოდი მოდი მამის ტოლაკაცი გავლახოთ ეხა მოდი გავყარ იმას ვიდეოს გავიღადო სარდალას მონასტერში იყო რა მონასტერში ლომის აზარი დიოდა წერა სარდალას ვურეკავთ ალიო ხო ძმა სარდი რა შევები რა ვიცი ბიჭო სასაცილო ამბავი დამემართ მამუკა ხო იცი ჩემი მამიდაშვილი ძაღლები და ის ყვავები რომ მოყავს რა ხო და მაიმუნი უნახია ბიჭო ვიღაცა აგდებდაოთ რაღაცა გაყავდათო და წამოვიყვანეო მეო იქენა სამსახურიდანო რა ხო და ბიჭო მე ხა ვერიმა ჩემებიც მიდიან სახლიდან ეხა შაბასა შენთან რო დავტოვოთ რა 1-3-4 დღე შენები ვერ მოულიან ვერ მოულიან სად ნიმაში შენთან რა ისანში სახი ბიჭო რა სახი ხო სახში რა მაიმუნი ბიჭო ხო პროსტა რაღაცა წესები აქვს მაგას კი აგი გამოგიგზავნი ვიდეოს რა რა ტიპია პროსტა შეგიყვარდება ეგრევე რა ჩათვალე ბავშვია რა 2-3 წლის ბავშვი ზბორზე ხო არ წავიყვანთ რა დავიყანეთ ორზე ბიჭო რა არ რო აუხსნა ჩენებს არ რაღაც პამპერში და ის უნდა და შო ეგაა რა დააძინებ და ეგა გამოვიდა რა ვიდეო ხო დაიტოვებ ანუ ხო აუ არ ვიცი ჩემს ვეთქვი აუ ჩემს არ უყვარს რა პრობლემა მაიმუნია ის ხო არა ბოკვერი რა შენო აუ ჩემს გვაქვს სოფელში არის ამ ეს გამახსენე სოფელში გავაგზავნ უკეთესია მაგის ზეზო და ის უკეთესია რა სოფელში როგორ გავაგზავნ ჩემი დედა თვით დაიტოვე სოფელში მასე თქვა ხო დავტოვოთ ოღონ რა გარეტა ის არ უნდა რაღაც საწოლში უნდა დააწვინოო და რაღაცაებიო რა ვიდეო მანახეო და ვეთქვი რა როგორ გაგზავნ გავაგზავნ მარშრუტას გავატანოთ კაც რა პრობლემაა რა გავში ახლა რა და პორშეთ ხო არ წავიღო ის ზორი დავყარდა მოუვარო ყველგანდი ეგა არა მაგის განასახტელი იქნება ცალკე და ფედერაციას არა თალკები რა შეიძლება მაშინ რა მე ხო იცი მეზიზღება ეგეთ რა დაიწვენ შენ აუ მაგიჯერ ფეხებში რა უჩი კაი ვინ არა ყავას თუ გინდა რომ გემო ჩაატანო აი ესე უნდა ქნა ნახე ესე რა ბიჭო დუცხლუნო ფეფი კუჩუ ეს არის ჯადოსნური სიტყვა ფეფი კუჩუ როგორც აგუნა გუშინდეს მე ძალიან სულად ბა თან ეხა დღეს იმას ვაი დღეს იქ იყო კიდე გადაცემა ბიჭო აი ნუ გააგიჟე კაცო ბიჭო აი ეს გააჩერეთ ბიჭო დავი რა გავთიშა სალამოს მე რო ვაკეთე პირით ეგრე შეიძლება იუმორნაშიც გავიდე კარგით მეგობრებო ეხლა ჩვენ ეს მაგიდი ჩოგბურთის გარეშე არაფერი არ გამოგვივა ლეგენდარული თამაში იხილეთ ალბათ საბაფურცედადესთან ნოდარის და რო არა შენი არასწორი მსაჯობა მე მოვიგებდი აი ეგ არის ბილბაოსნაირი ტიპები სულ საჯებს აბრალებენ ყველაფერს და შენ გუშინაც გააკეთე იგივე იყო მე რეალ მადრიდი არა ვარ რას ისნოს მოკლედ ვიწყებთ პირდაპირ რეპორტაჟ ბილიბერკ არენადან
არხი, YouTube არხი ლაილაი იწყებს ამ პირდაპირ რეპორტაჟს კრისტალბეტ ეროვნული ლიგის ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში. იო, დავიწყოთ. კრისტალბეტ ეროვნული ლიგა მაგიდის მინიატურულ ჩოგბურთში. და მე მოვიფიქრე რუბრიკა ეთამაშე ნოდარს. მე ხوارი ხოლმე ეგეთი რუბრიკები. ნოდარის მასტერკლასი. ოლიმპიური მედლის მფლობელი, ევროპის ჩემპიონი, ახალგაზრდა სიმპათიური, პერსპექტიული ადამიანი ილია სულამანიძე ნოდარის წინააღმდეგ. მომეციბურთი. აი, თამაშის სურვილიც ჟუპარტანა. 3 2 მოიცა ვინ დაიწყოს? мотивация. მოდი გამოდი აი. ჩააგდე მე შემიძლია ესე მასტერკლასი რატო ვთქვა? აუ ეგრეც ვიცოდიო შუათით 60-ევდა. მე ვფიქრე ასე. 5-მდე ეგრე მაგას ვაპირებ რა. ორ ჩაწოდება. ორს მე ჩავაწოდებ, მე ორს შენ ეგ. ნიდი გას შენ როგორც გინდა ესე კი. იოხტ. იოხტ. 1-0 სულამანიძე. წავიდა არ მოვძუნდი. დავიდან. პერე. იოხტ. იოხტ. 1-1. კარგი არ მივა. გურთი მეტი არა გვაქვს, მაგ გურთი რა არის? არის იმავშია. აი რეკი და მოგვეცი კაცო. არის იქ არის. აი ბიჭო ეს გააჩერეს ეს ავათარი ბიჭო. აიღო. ეხლა რომ აუ ეს ზაღმა რო უკბიჩა ის არის მაინდამ ბენზინს მოგვე. არა აგე იმან აიღო რა. საიდან იღო? არა რო აიღო მე ლუკას ხო და მოეცა. მე ორი ჩააწოდა უკვე და შენი 1-1-ია. ხო. იოხტ. 2-1 სულამანიძე. შანსი არა აქვს მოგივიდე. აუ მეორე ხელი თუ წავაგე ჩემ მოედანზე ძალიან ტეხავს. იოხტ. აუ 3-1 სულამანიძე მიეცი. აუ აიღე რა. ერთად ვითამაშოთ რა. მიდი ჰა. გამას გაუსწორდა. იოხტ. ხურებაც. გადავიდა. არა. არა პირდაპირ მუცელში მოხდა. 3-2. დაითვალეთ რა, ამიტომ ამას არ ვენდობი. ოპა, 3-3 გამონოს ჩემი. იოხტი. რანაირად არ შეიძლება ეგ საერთოდ. იოხტი. რანაირად თავი ხო არ მიგირტყია ბიჭო. შენ დენმა დაეცეს და ისე უნდა გადავიდე. შენ დენმა ხوار დაგაზარდა. რანაირად ვივარ. მანახი განახო გურბაც. ვიდეო. აჰა, ხო დავარდა. არა, არ დავარდა, ხელიდან ავწიდი პირდაპირ. 5-0-ია სულამანიძის სასარგებლოდ. არა, ბიჭო, აქ უნდა და აი მე. სანაირად 7 აბა როგორ. ანუ ესე რა. აი ეს. ხო და ეგრე არ ვარ. არა, პირდაპირ აგდებ შენ. პირველ ხელით არის. იოხტი. თავარდა. 4-3 თუ რა გარიშია? 4-3 იყო. 3-4. ლუკა და 3-4, მიდი. რა საკეთე, ბიჭო, შენ დალაგებული ხარ? აბა ეს ხელითო და ეს გამოსილდა მეგონი ვასაერთო ბიჭო. იოხტ. აუ 4-3. არა, 6-4. ჩემი წაწოდება. მიეც. ეს გაბას რაცი? ეს. იოხტი. აუ არ გასვლის პადაჩებში უკვე 7-4. შხვის პადაჩებზე ძლიერი ვარ და ეხლა ნახავ. იოხტი. აუ 8-4. აუ რა ჩაისვა რა. მიდი. იოხტი. აი ხა ჩავრთე. ოპა. 8-5. 8-5 წავიდა. იოხტი. 8-6. მიკოს ესე ჩარჩათვალე. შენია. შენ მოწოდება. იოხტი, აიმე. 9. დავაშინე. 9. 9-5. ხო. იოხტი. 9-7-ია მეგონი, 6 იყო. 6 იყო ზეგან. 9-7. დაითვალეთ რა. ხო, 9-7, 7-9. ვაიმე. არა. 10-7. match ball. გარი აქ ეგეთი არ მოსულა ვერ ჩააგდა შანსი არა. ძალიან მარტივია. ანუ ანგარიში იყო 10-8. 10 რამდენი? არაფერი. პირველი. შენ დამთავრდა თამაში. ეს არის თუ როგორ? ხიმერა ჩაისვა, როგორ აუ, შეუძლია. საკუთარ კედლებში მეორე წავაგე. იცი რა მაინტერესებს, ეს ხო მაგარი ვარ ბოქში. აი ესე აწოდებს ბიჭო. დამავიწყო. არა, ესე აგდება. ხო, რაღაც სასწაულებში ვარ. რა არის? არა, თავარია ნერვები აცდა. უცებ დამავიწყდა. არა, ერთი. ვიდი. თავიდან?
მირი უხ შენი აზი არ არის მიდი რა ილო მოუგე მაგრა ციცემი ეგ დიდ ჩოგბურთი არა როდამ ძალიან მარტივ ეხა იმ ხელაზე ვარდება არა ბიჭო შენ ხარ ვერ ითმე და ვოკოლაგინდა რა აქ აი არ მოსულა ეგეთი რამე ნელა ურტყა ყოველდილი დადის და მაინც ვერ იგებს ავიწე გითი აბე არ მინახავ აჰა საგურამოდან კილომეტრებს რო გადიხარ და მაინც ბადეს არ ყავ ეს რათა ეს რომელი ხო რაღაცა ჭის ბიჭო ეს რა მეგონი გააპიპინა ბილბაოს დედაც მოტყა და მანჩესტერისა შენი თავი კარგად მიდი ამა შეხელი რა დღეში კარგი ხარ ილია კარგი ხარ კარგია ფაშ ხო ეს რა დამაშტობს მიდი ადეკ წააგე პაკ ფაშ მიგრი დავშალოთ ეს მაგი დაზრი არ აქვს აუტი იყო ეგ არის ჩაეთვალა ილიას ჩაეთვალა მე ეგეთი წამაგებინე შენ იმ დღეს და ვიცი ფაშ აი წაგრა ფაშ ეგ არის უწაგდოჩი დათი აი რა დატრიალებული ბოლო ბურთია ეგ არის არა თამაშობს ეს ეგ არის და სპორტსმენი ნიჭიერი კაცი ხარ ყველაფერში ნიჭიერი ხარ რა წააგე სამონოდა მოკლედ ხალხო სადა დიდი მადლობა ილიას წარმატებები დიდი მადლობა რომ მოხვედით ცოტა გავერთეთ ცოტა მაიმუნი დავაბინავეთ რაღაცე ბიჭარჩეთ მაიმუნსაც ვიყურეთ გამოგვიწერეთ და ლაიქეთ თუ მოგწონთ მოგვიწონეთ და მადლობა ყველას ვინც ჩვენ პირველ ლაივს უყურეთ მართლა ძალიან მე მაგალითად ძალიან მადლიერი ვარ და გამოხატა მადლიერებას დიდი მადლობა ილიას ოქროკაც დიდი მადლობა და სამწუხაროდ მეორე თამაში წავაგე საკუთარ კედლებში ილია წარმატებები ტიტულებს გისურვებ შენი ყველა სურვილს ასრულებას მაგრამ იმიტომ რომ გეკუთვნის ნაკადად და მოკითხო მთელ ნაკრებს ჩვენგან გადაეცი მოკითხა განსაკუთრებით სარდალას და მაიმუნის ამბავი გავაგებიეთ როგორ არის რა შვება შეკრებაზეა თუ სოფელში გააგზავნეთ ბოლო-ბოლო. დღეს ამით დაგემშვიდობებით თუ მოვიგე შემდეგ მატჩი. ვის უნდა მოვიგო? ვინც იქნება სტუმარი, თუ მოვიგე რაღაცას კისრულობ. ლეილანდას მოვიგო. ანუ მიყიდი სამშიგძელს არ არის პრობლემა. წავედით, აბა ჰე, აბა ხო.